მოგესალმებით. დღეს ვეცნობით იმას თუ რა ხდება ჩვენს ტვინში სქესის მიხედვით, როგორ განსხვავდება მამრობითი და მდედრობითი ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია. ჩვენი წყაროა სტენფორდის პროფესორის ნირაო შახის საუბარი ენდრიუ ჰუბერმანის პოდკასტში. ჩვენი ამოცანა ამ საინტერესო მასალიდან ამოვკრიფოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ ცოტა გასაკვირი ფაქტებიც. დიახ, მოგესალმებით. ჩვენი მიზანია გავიგოთ ბიოლოგიური საფუძველი. ანუ როგორ თამაშობს როლს გენეტიკა, კონკრეტულად კი ქრომოსომები და ერთი საკვალზო გენი. და როგორ მოქმედებენ ჰორმონები, ტესტოსტერონი და ესტროგენი ტვინის ჩამოყალიბებაზე, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში და მერე სქესობრივი მომწიფებისას. ამის გასარკვევად, როგორც ვიცით, ძირითადად თაგვებზე ჩატარებულ კვლევებს დავეყრდნობით. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ წყაროში, ტვინის ის ნაწილი, ჰიპოთალამუსი, რომელიც ამ პროცესებში ცენტრალურ როლს თამაშობს, საოცრად მსგავსია თაგვებსა და ადამიანებში. ანუ ეს არ არის მხოლოდ თაგვების ამბავი, ხო? სრულიად მართალი ხართ. სრულიად. ჰიპოთალამუსი აკონტროლებს ისეთ ფუნდამენტურ ქცევებს, როგორიცაა, ვთქვათ, აგრესია, სექსუალური ქცევა, მშობლის ქცევა. ეს ტვინის ძალიან ძველი, ევოლუციურად კონსერვატიული ნაწილია. თითქმის ერთნაირია თევზებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანებს გვაქვს გაცილებით დიდი და განვითარებული ტვინის ქერქი, ეს გვაძლევს ქცევის კონტროლის და მოდიფიცირების, ანუ შეცვლის საშუალებას. მაგრამ ის საბაზისო სტრუქტურები, რომლებიც ამ ქცევებს განაპირობებს, ძირითადად ჰიპოთალამუსში და ამიგდალაშია და ისინი ძალიან გავს სხვა ძუძუმწოვრობისას. მაშ, დავიწყოთ საფუძველებით. რა კონკრეტული განსხვავებია აღმოჩენილი მამრობით და მდედრობით ტვინს შორის? თუნდაც თაგვების მაგალითზე რო ვთქვათ. კვლევები აჩვენებს მკაფიო განსხვავებებს. ნამდვილად, ეს არ არის რაღაც ზოგადი შთაბეჭდილება, არამედ გაზომვადი ფაქტებია. განსხვავდება ტვინის გარკვეული უბნების სტრუქტურა, ნეირონებს შორის კავშირების რაოდენობა და ტიპიც კი. ზოგიერთ უბანში, ვთქვათ, უჯრედების რაოდენობა განსხვავებულია და ისიც კი, თუ რომელი გენებია აქტიური ამ უჯრედებში. გასაგებია და ამ განსხვავებებს საფუძველს უყრიან ჰორმონები, როგორც გავიგე, თანაც ორ ეტაპად მოქმედებენ. შეგიძლიათ ეს პროცესი მარტივად აგვიხსნათ ჩვენი მსმენელისთვის? დია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, ნამდვილად. სტეროიდული ჰორმონები, ტესტოსტერონი და ესტროგენი, მოქმედებენ ორ ფაზად. ამბობენ ორგანიზება და აქტივაცია. ადრეულ განვითარებაში ადამიანებში ეს მუცლად ყოფნის პერიოდია. თაგვებში კი, ვთქვათ, დაბადებისთანავე, ჰორმონები ტვინს აორგანიზებენ. ეს რას ნიშნავს? რომ ისინი სამუდამოდ შეუქცევადად აყალიბებენ ნეირონულ ქსელებს. რაღაცნაირად გაყვანილობას ქმნიან, მამრობითი ან მდედრობითი პატერნის მიხედვით. გასაგებია. ანუ ეს გავს სახლის ელექტროგაყვანილობის მონტაჟს ერთხელ კეთდება და მერე რჩება, ხო? და რა ხდება შემდეგ, აქტივაციის დროს? ზუსტად. კარგი შედარება. აქტივაცია ხდება მოგვიანებით. ძირითადად სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ამ დროს ჰორმონების დონე კვლავ იმატებს, ხო? და ეს ჰორმონები ახლა უკვე იმ წინასწარ ჩამოყალიბებულ, ორგანიზებულ ნეირონულ ქსელებს რთავენ. ანუ ააქტიურებენ. სწორედ ეს იწვევს ზრდასრულ ასაკში იმ სქესისთვის დამახასიათებელი ქცევების გამოვლენას, რისთვისაც ტვინი იყო, ესე ვთქვათ, მომზადებული. ორგანიზება ქმნის პოტენციალს, აქტივაცია კი მის რეალიზებას ახდენს. ძალიან საინტერესო მექანიზმია. მაგრამ რა განსაზღვრავს თავიდანვე რომელი ჰორმონები გამოიყოფა, ანუ რომელი გაყვანილობა ჩამოყალიბდება? აქ უკვე გენეტიკაზე გადავდივართ, ხო ასეა? დიახ, კალკერი იწყება ქრომოსომებით. ადამიანებს გვაქვს 23 წყვილი ქრომოსომა. აქედან 22 წყვილი, ეგრეთ წოდებული ავტოსომა, იდენტურია ქალებსა და კაცებში. განსხვავება არის ბოლო 23 წვილში, ეს სქესის ქრომოსომებია. ქალებს აქვთ 2X ქრომოსომა, ანუ XX, კაცებს კი 1X და 1Y ქრომოსომა, XY. და როგორც თქვენ საუბარში იყო ხაზგასმული, მთელი ამ პროცესის გასაღები ფაქტობრივად სწორედ Y ქრომოსომაზე იმალება, კონკრეტულად ერთ გენში.
ზუსტად, Y ქრომოსომაზე არის ერთი პატარა, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობის გენი, მას ქვია SRY, Sex Determining Region Y. სწორედ ეს ერთი გენი მოქმედებს როგორც მთავარი ჩამრთველი რაღაცნაირად. თუ ემბრიონს აქვს Y ქრომოსომა და ეს SRY გენი აქტიურია, მაშინ ემბრიონს ვითარდება სათესლო ჯირკვალები. თუ ეს Y გენი არ არის, ვთქვათ XX ინდივიდია, ან ის დაზიანებულია, არის ასეთი იშვიათი შემთხვევები XY ინდივიდებშიც, მაშინ ვითარდება საკვერცხეები. ანუ, ფაქტობრივად ბიოლოგიური სქესის განვითარება ერთ გენზეა დამოკიდებული, ეს მართლა შთამბეჭდავია. და მერე ეს სათესლეები იწყებენ ჰორმონების გამომუშავებას, ხო? დიახ. როგორც კი სათესლეები ჩამოყალიბდება, ადამიანებში ეს ხდება დაახლოებით ორსულობის მე-6-7 კვირას, ისინი იწყებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას. სწორედ ეს ტესტოსტერონია, რომელიც შემდეგ მუცლადყოფნის პერიოდში მოქმედებს სხეულზე და ტვინზე და იწვევს მის ორგანიზებას მამრობითი პატერნით. სათესლეები ასევე გამოიმუშავებენ მეორე მნიშვნელოვან ჰორმონს, ანტი-მიულერის ჰორმონს, AMH. ეს ჰორმონი კიდევ ხელს უშლის მდედრობითი შინაგანი ორგანოების, ვთქვათ, საშვილოსნოს, ფალოპიის მილების განვითარებას. გამოდის, რომ განვითარება იწყება ერთგვარი ნეიტრალური მდგომარეობიდან, ანუ ბიპოტენციურიდან, საიდანაც შეიძლება ორივე გზით წავიდეს. მათ შეუძლიათ განვითარდნენ როგორც სათესლეებად, ისე საკვერცხეებად. SRY გენი, რომელიც აკოდირებს ცილას, ეს ცილა ტრანსკრიფციის ფაქტორი ანუ სხვა გენების ჩამრთველი ან გამომრთველია, ამ ბიპოტენციურ გონადას უბიძგებს სათესლის გზით განვითარებისკენ. თუ SRY არ არის, მაშინ გონადა თითქოს ავტომატურად ვითარდება საკვერცხედ. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ მდედრობითი განვითარება ერთგვარი ნაგულისხმევი გზა, default გზა, რომელსაც SRY ცლის. ძალიან საინტერესოა, რომ არ არსებობს რაღაც სპეციალური ქალობის გენი და რამდენად უნივერსალურია ეს SRY მექანიზმი, ყველგან ასეა? ესეც საინტერესო დეტალია სხვათა შორის, SRY არ არის უნივერსალური ყველა ხერხემლიანში. მაგალითად, ფრინველებს სქესის განსაზღვრის სულ სხვა გენეტიკური სისტემა აქვთ, Z და W ქრომოსომებით. SRY მათ არ გააჩნიათ. ზოგ ქვეწარმავალში იცით სქეს კვერცხის ინკუბაციის ტემპერატურაც კი განსაზღვრავს და არა გენები. Y ქრომოსომა და თვითონ SRY გენი კი ევოლუციურად საკმაოდ სწრაფად იცვლებიან. ამ SRY გენის ძალა მგონი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება იმ იშვიათი გენეტიკური ვარიაციების მაგალითზე, რომლებიც ახსენეთ წყაროში. დიახ. ეს ბუნებრივი ექსპერიმენტები ძალიან ბევრ ამას გვეუბნება. მაგალითად, თუ SRY გენი შემთხვევით Y ქრომოსომიდან რომელიმე სხვა ქრომოსომაზე, ვთქვათ ავტოსომაზე, გადაინაცვლებს, მაშინ XX ქრომოსომების მქონე ინდივიდს, რომელიც წესით ქალი უნდა იყოს, ხო, განუვითარდება სათესლეები და მამრობითი ფენოტიპი. ამას XX მამაკაც უწოდებენ. და პირიქით, თუ XY ინდივიდს SRY გენი აქვს, მაგრამ ის მუტაციის გამო არ მუშაობს, დაზიანებულია, მაშინ მას სათესლეები არ განუვითარდება. ჩამოყალიბდება საკვერცხეები და განვითარდება როგორც ქალი. ეს არის XY ქალი, ანუ სვაიერის სინდრომი. ეს მაგალითები ნამდვილად აჩვენებს SRY-ის ცენტრალურ როლს. მართლაც გასაოცარია. ახლა მოდეთ დაუბრუნდეთ ტვინს. როგორ ახდენენ ჰორმონები მის ორგანიზებას? რა ხდება უჯრედულ დონეზე? ჰორმონები, როგორც თქვით, უკავშირდებიან სპეციფიკურ რეცეპტორებს ტვინის უჯრედებზე. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რითაც ტვინის სქესობრივი დიფერენციაცია, ანუ განსხვავების ჩამოყალიბება ხდება, არის უჯრედების სიკვდილის, ანუ აპოპტოზის და გადარჩენის რეგულირება. ადრეული ჰორმონალური გარემო, ანუ არის ტესტოსტერონი თუ არ არის, განსაზღვრავს ტვინის კონკრეტულ უბნებში, რომელი ნეირონები გადარჩებიან და რომელი დაიღუპებიან. ანუ შედეგად ზდასრულ მამრებს და მდედრებს ტვინის ერთსა და იმავე უბანში შეიძლება უბრალოდ ნეირონების განსხვავებული რაოდენობა კონდეთ. ასე გამოდის. დიახ, და არ რფუნოდ რამგენობა, არამედ მათ შორის კავშირების სიმჭიდროვე და ორგანიზებაც კი. ზოგიერთ უბანში, რომლებიც აკონტროლებენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა, ვთქვათ, შეჯვარება ან აგრესია, ეს განსხვავებები შეიძლება იყოს ძალიან მკვეთრი. თითქმის ბინარული ამბობენ, ანუ სტრუქტურა მამრებში და მდედრებში რადიკალურად განსხვავებულია.
სხვა უბნებში განსხვავება შეიძლება უფრო ნიუანსური იყოს, სტატისტიკური ხასიათის, ანუ არსებობს რაღაც გადაფარვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადრეული ჰორმონალური ზემოქმედებით ჩამოყალიბებული სტრუქტურული განსხვავებები, როგორც წესი, შეუქცევადია. ამის საილუსტრაციოდ, როგორც მახსოვს, კლასიკური ექსპერიმენტებიც არსებობს, ხო? დიახ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ალბათ 1959 წელს ჩატარებული ფენიქსის ექსპერიმენტი ზღვის გოჭებზე. როდესაც მკვლევრებმა ფეხმჯიმე მდედრ ზღვის გოჭებს ტესტოსტერონი გაუკეთეს, მათგან დაბადებული გენეტიკურად მდედრი შთამომავლები ზრდასრულობაში ავლენდნენ მამრებისთვის დამახასიათებელ სექსუალურ ქცევას, მაგალითად ცდილობდნენ სხვა მდედრებზე შეჯვარებას და ამავდროულად ნაკლებად ავლენდნენ მდედრებისთვის ტიპურ ქცევას, როგორიცაა ლორდოზი. ლორდოზი არის ზურგის სპეციფიკური აზნექა, რაც მდედრის მზაობას აჩვენებს შეჯვარებისთვის. ანუ ადრეულმა ჰორმონალურმა ზემოქმედებამ შეცვალა არა მხოლოდ სხეული, არამედ ტვინიც და შესაბამისად ქცევაც. ძალიან ლოგიკურია. ზუსტად, მსგავსი შედეგები მიღებულია თაგვებზეც. თუ ახალდაბადებულ მდედრ თაგვებში ტვინის ეს ორგანიზაცია დაბადების შემდეგ პირველ დღეებში ხდება ძირითადად. ტესტოსტერონს მისცემ, ზრდასრულობაში ის დაიწყებს ტერიტორიულ ქცევას. დაიცავს თავის გალია სხვა თაგვებისგან, ისევე როგორც მამრები აკეთებენ. ჩვეულებრივ, მდედრი თაგვები ამას არ შვებიან, ეს მამრის ქცევაა. ადამიანებშიც ხომ არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ამ პრინციპებს გვიჩვენებს. თქვენ ახსენეთ რამდენიმე საინტერესო მაგალითი. დიახ, ეს ბუნებრივი ექსპერიმენტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გავიგოთ ეს პროცესები. ერთი არის თანდაყოლილი თირკმელზე და ჯირკვლს ჰიპერპლაზია, ანუ CAH, ესენი არიან გენეტიკურად XX ინდივიდები, ანუ ქალები, მაგრამ ფერმენტის დეფექტის გამო მათი თირკმელზე და ჯირკვლები მუცლად ყოფნის პერიოდში ჭარბი რაოდენობით ანდროგენებს, ანუ მამრობით ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ამის გამო ისინი იბადებიან მასკულინიზებული, ანუ მამაკაცურის მსგავსი გარეგალი სასქესო ორგანოებით. მეორე მაგალითია ანდროგენებისადმი არამგრძნობელობის სინდრომი ACE. ესენი არიან გენეტიკურად XX ინდივიდები, ანუ კაცები, აქვთ SRY გენი, უვითარდებათ სათესლეები და გამოიმუშავებენ ტესტოსტერონს, მაგრამ მათი სხეულის უჯრედებს არ აქვთ მუშო ანდროგენის რეცეპტორები, მუტაციაა რეცეპტორში. შედეგად მათი სხეული და ტვინი, ესე ვთქვათ, ვერ ხედავს ტესტოსტერონს და ვითარდება სრულიად მდედრობითი ფენოტიპით. გარეგნულად ისინი ქალები არიან, იზრდებიან როგორც გოგონები და აქვთ ქალის იდენტობა. და მესამე, 5 ალფა რედუქტაზას დეფიციტი. ზოგჯერ ცნობილი როგორც გევედოჩე, ანუ ფენისი 12 წლისას. ესენიც XY ინდივიდები არიან, მაგრამ აქვთ ფერმენტის დეფექტი, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის დიჰიდროტესტოსტერონად, DHT. ეს DHT განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარეთა სასქესო ორგანოების ფორმირებისთვის. ამიტომ ისინი იბადებიან ფემინიზებული გარეთა სასქესო ორგანოებით და ხშირად გოგონებად ზრდიან. თუმცა პუბერტატისას ტესტოსტერონის დონე მკვეთრად იმატებს და ეს საკმარისი ხდება ფენისის განვითარებისა და სხვა მამაკაცური ნიშნების გამოვლენისთვის. საინტერესოა, რომ იმ თემებში, სადაც ეს მდგომარეობა გვხვდება, ბევრი ასეთი ინდივიდი პუბერტატის შემდეგ ირჩევს მამაკაცის როლს და იდენტობას. ხო, ეს მაგალითები ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს იდენტობაზეც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ბიოლოგიურ დონეზე თითქოს აძლიერებს იმ აზრს, რომ ადრეული ჰორმონალური გარემო მართლა გადამწყვეტია ტვინის და შემდგომი ქცევის ფორმირებისთვის. აქამდე ვისაუბრეთ ძირითადად ტესტოსტერონზე, მაგრამ თქვენს საუბარში ერთი ძალიან მოულოდნელი ფაქტი იყო ნახსენები ესტროგენის როლზე. თან მამაკაცებთან მიმართებაში. დიახ, და ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი აღმოჩენა ამ სფეროში. აი ფაქტიურად რევოლუციური იყო თავის დროზე. აღმოჩნდა, რომ მამრობითი ტვინის მასკულინიზაციისთვის, ანუ მამაკაცური მახასიათებლობის ჩამოყალიბებისთვის, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ტესტოსტერონი კი არ არის მთავარი მოქმედი პირი, არამედ ესტროგენი. მოიცადეთ, ეს როგორ? ესტროგენი ხომ ტრადიციულად ქალის ჰორმონად ითვლება, ყველა მასე ვიცით. დიახ, ასეა, მაგრამ საქმე რაშია? მამრობითი ტვინის უჯრედებში, როგორც თაგვების, ისე ადამიანის ემბრიონის ტვინშიც კი არსებობს ფერმენტი არომატაზა.
ეს ფერმენტი იღებს ტესტოსტერონს, რომელიც სისხლით მიეწოდება ტვინს და პირდაპირ ტვინის უჯრედებში გარდაქმნის მას ესტროგენად. და სწორედ ეს ლოკალურად ტვინშივე წარმოქმნილი ესტროგენი უკავშირდება ესტროგენის რეცეპტორებს და იწვევს იმ ცვლილებებს, რომლებიც მამრობით ტვინს აყალიბებს. მაგალითად, ხელს უწყობს გარკვეული ნეირონების გადარჩენას, რომლებიც სხვა შემთხვევაში დაიღუპებოდნენ. ანუ ტესტოსტერონი მოქმედებს როგორც წინამორბედი პროჰორმონი, რომელიც ტვინში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, ესტროგენად, მამრობითი ტვინის ფორმირებისთვის. ვაუ! ეს ნამდვილად ცვლის წარმოდგენას. გამოდის ესტროგენი კრიტიკულია ორივე სქესის ტვინისთვის, უბრალოდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებს. არსებობს ან სრულიად უფუნქციოა მამრებში. ამიტომ, თუ ზრდასრულ მამრ თაუქს მისცემთ მდედრის ჰორმონებს, ესტროგენს და პროგესტერონს, ის ლორდოს მაინც არ გამოავლენს. მისი ტვინი ამისთვის გაყვანილი არ არის. მაგრამ როგორც ჩანს, საპირისპირო მიმართულებით გარკვეული პოტენციალი არსებობს. ანუ მდედრებში მამრობითი ქცევის გამოვლენის. დიახ, და ესე ძალიან საინტერესოა. თუ ზრდასრულ მდედრ თაგვს მისცემთ ტესტოსტერონს, ის დაიწყებს მამრისთვის დამახასიათებელი შეჯვარების მოძრაობების შესრულებას. ასევე კეთრინ დულაკის ლაბორატორიის ნომინირებული კვლევებია, სადაც აჩვენეს, რომ თუ მდედრ თაგვს დაუბლოკავთ ფერომონების აღქმას, ფერომონები ქიმიური სიგნალებია, რომლებიც სქესის ამოცნობაში ეხმარება, ხო? ხო და თუ ამ აღქმას დაუბლოკავ, მდედრი თაგვიც იწყებს მამრივით ქცევას სხვა მდედრების მიმართ. ეს რას ნიშნავს? რომ მდედრის ტვინშიც არის მამრობითი ქცევის ჩანასახი. რაღაც სქემები, რომლებიც ჩვეულებრივ დათრგუნულია. ზუსტად, ეს მიუთითებს, რომ მამრობითი სექსუალური ქცევის გამომწვევი ზოგიერთი საბაზისო ნეირონული წრედი სავარაუდოდ მდედრის ტვინშიც არსებობს. მაგრამ ნორმალურ პირობებში ის ან ჰორმონების, კონკრეტულად ტესტოსტერონის ნაკლებობით არის არააქტიური, ან აქტიურად თრგუნავს სხვა სიგნალებით, მაგალითად ფერომონებით, რომლებიც ეუბნებიან ტვინს. შენს წინ მდედრია, მოიქეცი შესაბამისად. ძალიან საინტერესოა ეს ფარული პოტენციალი. მოდით ახლა თქვენს კვლევაზეც ვისაუბროთ, ისიც ჰიპოთალამუსში კონკრეტულ ნეირონებს ეხება და საკმაოდ ასე ვთქვათ, დრამატული შედეგი აჩვენა მამრი თაგვების სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ დავინტერესდით რეფრაქტერული პერიოდით. ეს არის პაუზა ეაკულაციის შემდეგ, რომლის დროსაც მამრი კარგავს სექსუალურ მოტივაციას და არ შეუძლია ხელახალი შეჯვარება. თაგვებში სხვათა შორის ეს პერიოდი საკმაოდ გრძელია. 4-5 დღეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ჰიპოთალამუსის ერთ-ერთ უბანში, მედიალურ პრეოპტიკურ არეში, აღმოვაჩინეთ ნეირონების ძალიან მცირე ჯგუფი, დაახლოებით 2000-2500 უჯრედის სულ. ეს ულირედები გამოხატავენ კონკრეტულ გენს, თაქრ-1-ს, ტაკიკინინის რეცეპტორი 1. და რა მოხდა, როდესაც ეს უჯრედები გააქტიურეთ? ალბათ რაღაც განსაკუთრებული. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ჩვენ გამოვიყენეთ ოპტოგენეტიკა. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს სინათლის სხივით ძალიან ზუსტად კონკრეტული გენეტიკურად მონიშნული ნეირონები გავააქტიუროთ. როდესაც მამრ თაგვებში ეს თაქროვან ნეირონები გავააქტიურეთ, მათი რეფრაქტერული პერიოდი, ფაქტიურად გაქრა. ეაკულაციის შემდეგ პრაქტიკულად 1 წამში მზად იყვნენ ხელახალი შეჯვარების დასაწყებად და ამას აკეთებდნენ განმეორებით, ისევ და ისევ. წარმოუდგენელია, 4-5 დღიანი პაუზა 1 წამამდე დავიდა. შოკის მონგვრელია. ეს ნეირონები რასთან არის დაკავშირებული ტვინში? რა ფუნქცია აქვთ? აღმოჩნდა, რომ ეს აკრსორ ნეირონები დაკავშირებულია ტვინის ჯილდო სისტემასთან, ანუ დოფამინერგულ გზებთან და ასევე პერიაკვედუქტურ რუხ ნივთიერებასთან, PAG. ეს უბანი მოტორულ კონტროლში მონაწილეობს, მოძრაობების კონტროლში. საინტერესოა, რომ ამ ნეირონების სტიმულაცია თავისთავად სასიამოვნოა თაგვებისთვის. თუ მივცემთ საშუალებას, ისინი თვითონ დააჭერენ ბერკეტს ამ ნეირონების გასააქტიურებლად, ანუ თვით სტიმულაციას ეწევიან. და ეს აქტივაცია პირდაპირ იწვევს შეჯვარების მცდელობას, თუმდაც არაცოცხალი ობიექტის მიმართ, თუ ის მდედრ თავს გავს. გასაოცარია, ეს ნეირონები მდედრ თაგვებშიც არსებობს.
დიახ, არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მათ ზუსტ ფუნქციას მდედრებში. თუმცა სხვა ლაბორატორიების კვლევებმა, რომლებიც ამავე რეგიონში სხვა ტიპის ნეირონებს, ესტროგენის რეცეპტორის მქონე ნეირონებს ააქტიურებდნენ, აჩვენა, რომ ამით შესაძლებელია მდედრ თაგვებში მამრის მსგავსი შეჯვარების ქცევის გამოწვევა. ეს ისევ აძლიერებს იმ აზრს, რომ მამრობითი ქცევის პოტენციალი მდედრის ტვინშიც არის რაღაცნაირად ჩამალული. ამ თქვენს კვლევას ან ზოგადად ამ მიმართულებას, თუ შეიძლება კონდეს კავშირი ადამიანებში ლიბიდოს ანუ სექსუალური სურვილის რეგულაციასთან. არსებობს დღეს საშუალებები ლიბიდოზე პირდაპირი ზემოქმედებისთვის. ლიბიდო იცით ძალიან კომპლექსური საკითხია და მხოლოდ ჰორმონებით არ განისაზღვრება. ბევრი ფაქტორია. არსებობს პრეპარატი VLSC, ბრემელანოტიდი, რომელიც დამტკიცებულია ქალში შემცირებული სექსუალური სურვილის სამკურნალოდ. ის მოქმედებს ტვინში მელანოკორტინის სისტემაზე, მაგრამ მისი ეფექტიანობა სიმართლე გითხრათ საკმაოდ მოგრძალოვანია და გვერდითი ეფექტებიც აქვს. რაც შეეხება ვიაგრას და მსგავს პრეპარატებს, ისინი მოქმედებენ პერიფერიულად, სისხლის მიმოქცევაზე და ეხმარებიან ერექციულ ფუნქციას, მაგრამ პირდაპირ სურვილზე, ანუ ლიბიდოზე, გავლენას არ ახდენენ. თეორიულად, თაქრე ერთი ნეირონები შეიძლება იყოს მომავალში პოტენციური სამიზნე მამაკაცებში ლიბიდოს მოდულაციისთვის, მაგრამ ეს ჯერ ძალიან შორეული პერსპექტივაა. გასაგებია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა, რომელიც წყაროში წამოიჭრა, არის მდედრობითი ტვინის პლასტიურობა, მისი ცვალებადობა დროთა განმავლობაში. დიახ, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მღრღნელებში, ჰორმონალური ციკლების ფონზე. მდედრ თავს აქვს ესტრალური ციკლი, რომელიც დაახლოებით 4-5 დღე გრძელდება. ეს ადამიანის მენსტრუალური ციკლის ანალოგია, ოღონდ ბევრად მოკლე. და აი ამ ხანმოკლე პერიოდშიც კი ტვინის გარკვეულ უბნებში, განსაკუთრებით ჰიპოთალამუსში, ნეირონებს შორის კავშირები დრამატულად იცვლება. კონკრეტულად, დენდრიტული წანაზარდები ეს ნეირონის ის ნაწილებია, რომლებიც სხვა უჯრედებისგან სიგნალებს იღებენ. ხან იზრდება, ხან მცირდება. ერთ-ერთ კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ ამ წანაზარდების სიმჭიდროვე 5 დღეში 3-ჯერ შეიცვალა. ეს მართლაც გასაოცარი სტრუქტურული პლასტიურობაა, ძალიან დინამიური პროცესია. და არის ნიშნები, რომ მსგავსი რამ თუნდაც ნაკლები მასშტაბით ადამიანებშიც ხდება. დიახ, თუმცა რა თქმა უნდა ნაკლებად ტრაბადული მასშტაბით. როგორც ჩანს, ტვინის სკანირების MRI კვლევები აჩვენებს გარკვეულ ცვლილებებს ტვინის აქტივობასა და სტრუქტურაშიც კი. ქალებში მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზის შესაბამისად. ასევე ორსულობა და მენოპაუზა იწვევს უზარმაზარ ჰორმონალურ ცვლილებებს და მათი გავლენა ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციაზე ჯერ კიდევ აქტიური კვლევის საგანია. ბევრი რამ არ ვიცით ჯერ. სანამ დავასრულებთ, მოდით ერთი ჰორმონი კიდევ ვახსენოთ, ოქსიტოცინი, ეგრეთ წოდებული სიყვარულის ჰორმონი. რა გაირკვა მის როლზე სოციალური კავშირების, მაგალითად, წყვილის ფორმირებაში? ბევრი გვსმენია ამაზე. ოქსიტოცინს ხო ტრადიციულად ძალიან დიდ როლს მიეწერდნენ წყვილის ფორმირებაში. განსაკუთრებით იმ კვლევების საფუძველზე, რომლებიც მინდვრის თაგვებზე, Prey Revolve-ში ჩატარდა. ეს მღრღნელები იმით არიან ცნობილი, რომ ლაბორატორიული თაგვებისგან განსხვავებით, ქმნიან მყარ, მონოგამიურ წყვილებს მთელი ცხოვრების მანძილზე და დიდხანს ითვლებოდა, რომ ოქსიტოცინი იყო ამ კავშირის მთავარი წებო. და ეს შეხედულება შეიცვალა. თუ დაზუსტდა. ბოლო კვლევებმა, რომლებშიც გენური ინჟინერიით ამ მინდვრის თაგვებს ოქსიტოცინის რეცეპტორი გაუთიშეს, საკმაოდ მოულოდნელი შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ამ თაგვებმა რეცეპტორის გარეშეც ჩვეულებრივად შეძლეს პარტნიორთან მყარი კავშირის დამყარება და შენარჩუნება. ეს არ ნიშნავს, რომ ოქსიტოცინს როლი არ აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც ჩანს, ის არ არის ერთადერთი და შეუცვლელი ფაქტორი ამ პროცესში. შესაძლოა სხვა ჰორმონი, მაგალითად ვაზოპრესინი, თამაშობს კომპენსატორულ როლს. ან სისტემა უბრალოდ უფრო რთულია, ვიდრე გვეგონა, მეტი კომპონენტია ჩართული და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, რომელიც წყაროში გაჟღერდა და მინდა აღვნიშნო. აღმოჩნდა, რომ მამრი და მდედრი თაგვები ერთმანეთის სქესის ამოსაცნობად, ანუ იმის გასარჩევად, მათ წინ მამრია თუ მდედრი, ტვინის განსხვავებულ უბნებსა და ნეირონულ ქსელებს იყენებენ.
ეს ძალიან საინტერესოა, რადგან შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი სოციალურ ინფორმაციას, სოციალურ რეალობას ფუნდამენტალურად განსხვავებულად ამუშავებენ და აღიქმევენ. აი, ნეირობიოლოგიურ დონეზე. მაშას შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ბიოლოგიური სქესი, რომელიც ფაქტობრივად ერთი გენის SRY მოქმედებით იწყება და შემდეგ ჰორმონების კასკადით გრძელდება, ძალიან ღრმა და როგორც ჩანს ხანგრძლივ კვალს ტოვებს ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე. ეს გაყვანილობა ჯერ კიდევ დაბადებამდე ყალიბდება. დიახ, ზუსტად. ეს ბიოლოგიური საფუძველი ქმნის მიდრეკილებას გარკვეული სქეს სპეციფიკური ქცევებისადმი. ამის უარყოფა არ შეიძლება. თუმცა ამავდროულად დავინახეთ, რომ ტვინში არსებობს ფარული პოტენციალი საპირისპირო სქესის ქცევებისათვისაც, რომელიც გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოვლინდეს. და ასევე ძალიან აღსანიშნავია მდედრობითი ტვინის დინამიური ბუნება, მისი უნარი შეიცვალოს ჰორმონალური ციკლების შესაბამისად. და ბოლოს, მოდით დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს ერთი კითხვა დასაფიქრებლად. თუ კი ტვინის საბაზისო სტრუქტურა, ნეირონული ქსელები და სოციალური ინფორმაციის აღქმაც კი შეიძლება ასე განსხვავდებოდეს სქესის მიხედვით, როგორც ამას თაგვების მაგალითზე ვხედავთ, რამდენად შორს მიდის ეს განსხვავებები ადამიანებში, ეს ერთი კითხვაა. და რაც ალბათ ყველაზე საინტერესოა, როგორ ურთიერთქმედებს ეს თანდაყოლილი ბიოლოგიური მემკვიდრეობა ჩვენს აღზრდასთან, კულტურასთან, სოციალურ გარემოსთან და საბოლოო ჯამში ჩვენს პიროვნული იდენტობასა და თვითაღქმასთან. ამ ძალიან რთულ კითხვებზე პასუხების ძიება მეცნიერებაში, რა თქმა უნდა, კვლავ გრძელდება.